გითხარით იმ ვითარების შესახებ, რომელიც ახლა არის თქვენ გარშემო. გამარჯობა. ახლა ვიმყოფებით ბაღდათის რაიონში, პირველ ოფჩაში მთის ძირი არის ასეთი უბანი და აქეთა ვართ ამოსულები. ჩვენ მოგვიწია მოხალისეებს რომ ამოსულიყავით სოფლის ბოლო მოსახლესთან დაახლოებით 3 კილომეტრი ვიარეთ თოვლში, სადაც არანაირი ასე ვთქვათ ტექნიკა აქ ზემეთი ამაზე საუბარი ტექნიკას ემუშავა, თუმცა ფეხით იყო რაღაც 1-2 კილომეტრი გაკვალული და შემდეგ უკვე სპეციალური თოვლის ფეხსაცმელებით ამოვედით აქეთ ბოლო მოსახლესთან, სადაც ადამიანი იყო, ერთ-ერთი ბატონი და ამასთან ვართ ახლა ამოსულები. ხო, ანუ არის პრობლემები, თოვლი არის საკმაოდ მაღალი, არის ადგილებზე ხეები გადმომწვარი და გადაწოლილი და რთული არის რომ გაიაროს ადამიანმა. და ხო, მოკლედ ასეთ სიტუაციაში ვართ. ამოვიტანეთ ახლა აქ ჩვენ საკვები პროდუქტები, პრეპარატები და რაღაცა ძირითადი საჭიროებები რაც შეიძლება გქონოდა და ახლა კონკრეტულად ამ შემთხვევაში ამ ბატონს პრობლემა არ ექნება რომ რამდენიმე დღე კიდე იყოს. გივი მთის ძირი ეს საკმაოდ ნაცნობი და დასახელება არის უკვე ჩვენთვის ამ დღეების განმავლობაში საუბრობდით იქ არსებული რთული ვითარების შესახებ. რამდენ ოჯახს სჭირდება დახმარება ადგილზე? გაქვთ ამის შესახებ ინფორმაცია? ან კონკრეტულად რამდენი ოჯახისგან არის შემოსული ზარი, რომ მათ რაღაც გარკვეული საჭიროება აქვთ და სჭირდებათ დახმარება? ჩვენ ახლა ვიმყოფებით პირველ ოფჩაში გარდა სხვა ზედა ოფჩა, მეორე ოფჩა და სხვა ისინი არის კიდე სოფლები და კონკრეტულად ამ სოფელში დაახლოებით თუ არ დაემატა უკვე 10-მდე ადამიანი არის, ვისაც დახმარება ჭირდება. ახლა ცოტა შევიცვენებთ, კიდე უნდა დავუბრუნდეთ ქვემოთ და მერე გადავიდეთ შემდეგ ასე ვთქვათ ოჯახში, სადაც შევძლებთ რომ რაღაც ან გაუკვალოთ, ან საკვები მიუტანოთ, ზოგს წამალი და პრეპარატები ჭირდება და მოკლედ ეს არის ერთი სოფელი. და ამის გარდა კიდე სოფლებში პრობლემები არის, ბევრი სოფელი, სადაც ასე დაგროვებული არის ეს პრობლემა და მაქსიმალურად შევეცდებით რომ დღესაც რასაც მოვახერხებთ, ბევრს მივაღწიოთ რა. კი ბატონო, გივი გაკვალული არის ეს გაკვალული არის ეს სოფელი, სადაც თქვენ ხართ, გესმით ჩემი ხმა გივი? არ ვიცი რა მომენტში გამიგაითიშო, მაგრამ დაჭდა შენ ტელეფონით და ეგეთ. კარგით, გივის დამემშვიდობებით ის ბაღდათიდან საუბრობდა, ბაღდათის